საქართველოში 13 წლის ბიჭის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით 22 წლის მამაკაცი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151 მუხლის მეორე ნაწილის ვ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სრულწლოვანის მიერ წინასწარი შეცნობით 14 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ძალადობის გარეშე განხორციელებულ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. ბრალდებულს ბრალი აქვს აღდგენილ სისხლის სამართლის კოდექსის 151 მუხლის მეორე ნაწილის ვ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის, რაც ნიშნავს გარყვნილ ქმედებას 14 წლის ასაკს მიუღწეველი პირთან მიმართებაში. აღნიშნული მუხლი მიეკუთვნება განსაკუთრებული მძიმე კატეგორიის დანაშაულს და ითვალისწინებს სასჯელის სახით 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ბრალდების მხარე შუამდგომლობ და აკვეთილობრივი ძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, რაც სულად იქნა დაზიანებული სასამართლოს მიერ და ჩვენი შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. ბრალდებულის პოზიციას, ვინაიდან საქმე არის სპეციფიკური და სექსუალური დაბადების ფაქტს ეხება ადგილი, ამ კითხვიდან თავ შევიკავებ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს აღკვეთის ღონისძიების სახით განისაზღვრა პატიმრობა. საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, ასევე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის და დაზარალებულის ინტერესების გათვალისწინებით რაიმე კომენტარის გაკეთებისგან თავ შევიკავებ.